აჭარის მაღალმთენეთში დიდთვალობისგან შექმნილი ვითარება კვლავ აქტუალურია. განსაკუთრებული დავალებები მთავრობის წევრებმა და გამგებლებმა მთავრობის თავმჯდომარის გამთავრების ხდომაზე მიიღეს. რიგ სოფლებში გადაადგილება კვლავ ჭირს. მაღალ ზონებში მოსახლეობას სურსათის მარაგის პრობლემაც შეექმნა. ჩვენი გადამღები ჯგუფი არსებულ მდგომარეობას მაღალმთენეთში ამჯერად ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წევრებთან ერთად გაეცნო. პირველი სტიქია, მართლა ისე ვთქვათ, რომ პირველი დიდთვალოვანია წამოყო უამრავმა პრობლემამ თავი. სად არის მთავრობა? ლევან ვარშალომიძის მიერ მთავრობის ხდომაზე გაჟღერებული ამ საყვედურის შემდეგ აჭარის ტელევიზიის გადამღები ჯგუფი მაღალმთიანეთში სიტუაციის ადგილზე გასეცნობად ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენლებთან ერთად გაემგზავრა. ხულოს რაიონულ ცენტრამდე საავტომობილო გადაადგილების შეფერხება არ შექმნილა. ძიმე ტექნიკით თოვლისგან გზა სისტემატიურად იწმინდება, თუმცა რაიონულ ცენტრში ბევრი ისეთი ადამიანი ვნახეთ, რომელთაც სოფლიდან ჩამოსვლა დიდთვალობის გამო ფეხით მოუხდათ. თოვლი ძალიან დიდი 5 მეტრო ჰქონდა. სოფელებში მშვიდობა ჯერჯერობით, მაგრამ სოფლებში როგორც ჩვენმა გამგებელმა თქვა, რომ ეს სოფლებში ყველგან გზები არ არის. გზის არარსებობის გამო მაღალ ზონაში მდებარე სოფლის მოსახლეობას სურსათის მარაგი თითქმის შემოელია, თუმცა ფუნქციონირება არ შეუწყვეტია სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებს. მოულოდნელად მოსულმა უხმა ნალექმა შიდა სასოფლო გზებზე იმდენად დიდი შეფერხება შექმნა, რომ არსებული ტექნიკით მასთან გამკლავება შეუძლებელი აღმოჩნდა. რაც მარაგი იყო შემოილია სოფელში და ზრუნავენ გზებზე გასახსნელად, მაგრამ ტექნიკა ძველია და ყველა სოფელს ვერ სწრება ეს ტექნიკა, რომ გაკეთდეს გზები, მაგრამ თანდათან გავარ. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენელთა თქმით, არსებული ტექნიკა ვერ აუდის სამუშაოებს და საჭირო აჭარის მთავრობამ სპეცტექნიკის მობილიზება თითოეულ თემში მოახდინოს, რათა ამინდის გაუარესებისას, რაც მარტში არის მოსალოდნელი, მოსახლეობას დამატებითი პრობლემები არ შეექმნას. და ის საშუალებები ტექნიკური, რაც გააჩნია მუნიციპალიტეტებს, როგორც შუახევის, ასევე ხულოს რაიონში მობილიზებული არის, მაგრამ პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ტექნიკა არის ძველი, ვერ აუდის ამ სამუშაოებს, ყოველდღიურად ჩამოდის ზავალები, მოსახლეობა გამოთქვამს სერიოზულ უკმაყოფილებას, ამიტომ საჭირო არის, რომ მთავრობამ გადახედოს თავის პრიორიტეტებს, თითოეულ თემში უნდა იყოს მობილიზებული სპეციალური ტექნიკა. დიდთვალობის დროს ტექნიკის მობილიზება ყველა შესაძლებელ პუნქტში მოხდა. ცუდი ამინდის გამოგზის გამწმენდის სამუშაოების დაწყება ვერ ხერხდებოდა. გზის არარსებობამ პრობლემები შექმნა მოსახლეობისთვის სამედიცინო დახმარების გაწევისას. სპეციალური ციგებით ხდებოდა ავადმყოფების გადმოყვანა და სოფლებში სურსათის შეტანა. ხულოს მსგავსად დიდთვალობამ დააზარალა შუახევის რაიონის. სოფლებამდე მისასვლელ გზაზე მხოლოდ ამ ტიპის ავტომანქანებით არ შესაძლებელი გადაადგილება. ტექნიკა თოვლის გაწმენდისათვის მუშაობს ყველა მიმართულებით, სავარაუდოდ ხვალე ხაზირის ცენტრამდე იქნება გზა და ყველა სახის ტრანსპორტი იმოძრავებს, ზეგისათვის დამთავრდება რიყედისა და ღორჯომის მიმართულებით გზების გაწმენდა და აქაც ყველა სახის ტრანსპორტი იმოძრავებს. რეგიონის მაღალმთიანეთში შექმნილი ვითარება აჭარის პირველი პირის პირად კონტროლზეა აყვანილი. საგანგებო რეჟიმში მუშაობს აჭარის მთავრობა. ქედა შუახევი ხულოს მიმართულება ყველა უნდა იყოს გაწმენდილი. მაგრამ 3 დღის განმავლობაში მართლაც პირადი ჩარების გარეშე რომ არაფერი არ მოხდებოდა და არანაირი სურვილი არ ჰქონდათ, განზრეული იყვნენ და რამე საქმე გაეკეთებინათ. წერილების დრო დავამთავროთ, მოქმედების დრო გასაკეთებია. შესაბამისი ტექნიკის მობილიზების შემდეგ რაიონულ ცენტრს მოწყვეტილ სოფლებამდე გზა 2 დღის ვადაში უნდა აღდგეს. აჭარის მაღალმთიანეთში მსგავსი დიდთვალობა ბოლო 20 წელი არ ახსოვთ.